ამ დრომდე არ არის დაკავებული პირი, რომელმაც გუშინ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე მოკლა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო მასალებში ჩანს, როგორ უახლოვდება თავდამსხმელი 58 წლის ბიზნესმენს და მის თანმხლებ პირს. შემდეგ კი ისმის რამდენიმე გასროლის ხმა. დაჭრილია 50 წლამდე მამაკაციც, რომელიც მოკლულს თან ახლდა. მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. თვითმხილველები იყვებიან, რომ მკვლელმა 9-ჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯანგველაძის ნათესავები კი პირველ არხთან საუბარში ამბობენ, რომ მამაკაცი ვაკეში ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მკვლელობის და 236 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირზე სროლის ხმა გვიან ღამით გაისმა. 10-ზე მეტი გასროლა. ერთი დაღუპული და ერთი დაჭრილი პირი. ასე განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძის 9 ნომერთან. გარდაცვლილ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძეს და მის თანმხლებ პირს, რომლებიც თვითმხილველების ინფორმაციით ახლობლის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდნენ, შენობის დატოვების შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი აედევნა და იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჯანგველაძემ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო, თუმცა თავდამსხმელმა იგი საკონტროლო გასროლით მოკლა და მიიმალა. ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი. მკვლელობაში ეჭვმიტანილს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. არაჩვეულებრივი ადამიანი და პიროვნება. პრობლემა დაპირისპირება ბიზნესთან. არაფერი, აბსოლუტურად. ბიზნესი სად ქონდა ქალბატონი? მოსკოვში და სხვა ქვეყნებში, აქ არა. ვაკეში ოფისი ქონდა რამე? ამ ტერიტორიაზე რა მომდოდა? პანაშვიდზე. როგორც ვიცი, მეტი არაფერი არ მკითხოთ რა ძალიან გქონდა. ჩვეულებრივად მუშაობდით ჩვენ და რამდენიმე წამში მუშაობის მერე ისმის ხმები 1 2 3 4 5 6 დაახლოებით 9 ხმა იყო რა, სროლის ხმა იყო. დაჭრილი იქ სკამი არის და ერთი ადამიანი იყო მაგასთან და ფეხი შეუხვია. როგორც ან ლოგიკურად რომ იმშელოთ დაახლოებით იმან რო ისროლა, აქაც გამოვარდა ტყვია, როგორც დომინოში მოხვდა ეხა ის ტყვია. იმასაც შემთხვევით მოხვდა და მე გადაუჭერეს ფეხზე რაღაცა, შესაბამისად დაეხმარნენ რა. სროლის შედეგად ასევე დაზიანდა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული კაფე, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა. შემთხვევის დროს კაფეში მომხმარებლები და თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სროლის ხმის გაგების შემდეგ უსაფრთხო ადგილზე გადაინაცვლეს. ყველა მათგანი პოლიციამ უკვე გამოკითხა. 12 იყო დაწყებული, 3 ადამიანი მუშაობდით შიგნით. რამდენჯერმე ეს გასროლის ხმა რო გავიგეთ, ვერ გავიაზრეთ, რომ იარაღიდან ისროდნენ და ჩემი მენეჯერი ფანჯარასთან მოვიდა. აი ამ ადგილას და მე ზუსტად მაგ დროს გავარდა ტყვია ფანჯარასთან, ერთი ნატყვიარი ქვევით არის კიდე, ორი ჩვენს ფილოს მოხვდა, ერთი მგონი აი იქ არის ნატყვიარი, მაგრამ შიგნით არ შემოვარდნილი და მინამ დაიცო. დაახლოებით 4 თუ 5 მოზარდი პიცას მირცმოდა აი აქ ისხდნენ და შემოცვდა ყველა ქვევით ჩავედით და მე რო ამოვედი უკვე ქაოსი იყო და ცოტა ქვევით დაახლოებით აი ავტობუსის გაჩერების პირდაპირ გარდაცვლილი ადამიანი უგონოდ ეგდო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული იყვნენ კინოლოგებიც. არსებული ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯერ ქუჩა გადაჭრა, ჭავჭავაძისა და ერისთავის კვეთამდე ფეხით გადაადგილდა, ხოლო ფალიაშვილიდან ის სავარაუდოდ ავტომობილის საშუალებით მიიმალა. სწორედ ამ ადგილას დაკარგა კინოლოგიური სამსახურის ძაღლმა კვალი, რომელსაც სუნის მიხედვით მიჰყვებოდა. დადასტურებული ინფორმაციით მოკლული პირი 58 წლის ლევან ჯანგველაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენი იყო, რომელიც თბილისში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. იგი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურთის მერაბ ჯანგველაძის ძმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და უკავშირდება თუ არა მკვლელობა მის საქმიანობას ან წარსულში არსებულ რაიმე დაპირისპირებას. საგამოძიებო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით 108 და 236 მუხლებით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.